რა არის მე არავის არ ვიცნობ აქ 15 წელია მასმედიას თავი გავანები სულ ახალი სახეებია ჩემთვის რატომ უნდა იყოს შეთანხმება რატო ისმის ეს ხმები თავისუფლად მოიქცეთ რატომ უნდა იყოს შეთანხმება უკაცრავად არასრულებთ რა ერთი კითხვას დაზო. კაი, დაასვას. არა, უბრალოდ რა საჭირო იყო მაშინ ეს შეთანხმება? ზედ არ ყოფილა ეს შეთანხმება და ნუ გვაბრალებთ ხვილად. რადიოზე არ ყოფილა. უფრო კარგი შეთანხმება იქნებოდა, რაც სახელი გაქვთ. აი იმ შინაარსი ატაროთ. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი შეთანხმება ჩვენ შორის, რომ ეს არის საზოგადოების წარმომადგენელი და მასთან შევთანხმდით ჩვენ და შეგიძლიათ კითხოთ და გიპასუხებთ. კი ბატონო. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1 რატი ხვისტანი. ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენ გენერალ ლებედევის საარჩევნო კამპანიას გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდით. ზანეთ დიახ, როდესაც თქვენ აფინანსებდით გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას, თქვენ ხომ მიცოდით, რომ 99 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს ის იყო სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. უფრო მეტიც საქართველოს გარდა ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ მოლდოვაში, სადაც მას მეტსახელად ჯალათიც კი უწოდეს. რატომ ეხმარებოდით ადამიანს, რომელიც ამავდროულად რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე იყო? თქვენ თვითონ წაიკითხეთ ჩემს ინტერვიუ თქვენ წაკითხული გაქვთ? დიახ, რა თქმა უნდა. მე კითხვა რუსული კარგად იცით? იცით რატომ გეკითხებით? თქვენ საუბრობთ იგივე მეთოდით და მე ველოდი ამას და ეხლა ექვე მინდა განმარტება გავაკეთო. ქვეტექსტებით მოსაუბრობთ. როცა საუბრობთ და როცა გინდათ თქვენ გაახმიანოთ ის რაც მე ვთქვი, კეთილი ინებეთ და აზრი გაიგეთ და გამოიტანეთ და ისე ჩამეკითხეთ. მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებედს, არამედ მე ვაფინანსებდი იმ 7 უმსხვილესი კომპანია, რომელიც მიწვეული იყო ბორის ელცინის არჩევნებზე, მე ვიყავი ერთ-ერთი რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს. ბორის ელცინის არჩევნებს ვაფინანსებდი მე და თუ კარგად საიკითხავთ, მე გადამწყვეტი ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი და ყველაზე შედეგიანი ცვლები გავაკეთე და მოახერხე ის, რომ კომუნისტებს არ მოეცათ საშუალება დაბრუნებისა. ძალიან დიდი ხიფათი იყო კიდევ იმ დროს, ელცინის არჩევნების დროს, დიდი შესაძლებლობა იყო, რომ დაბრუნებულიყო კომუნისტები. მე შევძელი ითრანსფერაციის შტაბს მე ამას დაწვრილებით ახსერ, რომელსაც ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, რომ ლებედს შეეძლო დააბალანსებინა ყველაზე მეტად კომუნისტები. საბოლოოდ გაიგეს, რომ მე ვიყავი მართალი და ზუსტად ჩემმა პოზიციამ მოახერხა ის, რომ გაიმარჯვა ბორის ელცინმა და ამით საქართველოსაც მიეცა საშუალება დარჩენილიყო და არ შემოbrunებულიყო უკან ის რაც ჩვენ კარგად ვიცით, არ დაბრუნებული კომუნისტები. არა მარტო რუსეთს და მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს ამ დროს მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერდა მხარს ფარულად თუ ღიად ბორის ელცინის გამარჯვებას. აი აფიდექი მე. ჩაგეკითხებით, მაშინ რა შეიძლება ბორის რა შეიძლება ლებედი თქვათ ლებედი პატივი აცით არა უკაცრავად მეორე ნაწილი ამიპასუხე უკაცრავად თქვენ გენერალ ლებედი მეორე ნაწილზე გიპასუხებთ რომ რამდენად დაგეხმარათ გენერალ არ ვიცოდი მე ლებედი მონაწილეობდა თუ არა ის მხარეში თქვენ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი მონაწილეობა არ მიუღია ლებედში ბიზნესში და არავითარი კავშირი არ თქვენ რამდენად დაგეხმარათ ბატონ ლებედთან ურთიერთობა კრასნოიარსკის ოლქში თქვენ არაფერი არ დამხმარებია ლებედთან ურთიერთობა და კრასნოიარსკის ოლქში მე ლებედს არ დამხმარები ვარ ყველაფერი კარგად ძალიან გთხოვთ რომ კარგად პატივი ეცით ერთმანეთს რაშია საქმე რა მოხდა აგერ ამდღარი იყო ეს კაცი ადამიანი კითხვას სვამდა და ეხლა რა ძალადობა თუ რა არის რა უყავით ის მიკროფონი კარგით ბატონო ბიჭაშვილი ტელერადიო კომპანია თრიალეთის ჟურნალისტი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედია ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლები როგორც
კარგი. ბოლო წლებში საქართველოში საქართველოში მედია ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლები როგორც მედია საშუალებების, ისე მის ხელმძღვანელობის და ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ. ამის ერთ-ერთ მაგალითად შესაძლოა ტელეკომპანია თრიალეთი ჩაითვალოს, რომლის ხელმძღვანელიც დღეს უკვე საფრანგეთს თხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. თქვენ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ასე დამოკიდებულებას თავისუფალ მედიასთან და როგორ გესახებათ აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი? შეფასება საქართველოს თავრობის დამოკიდებულება მედიასთან გარკვეულია და მე ამაზე თქვა ზოგიერთ კომენტარებს არ გავაკეთებ. გაუგონარ ზეწოლას განიცდის და აბსოლუტური მონოპოლიზება მოახერხა სააკაშვილმა მედიის პროცენტებით და აბსოლუტური უმრავლესობის გამოსავალია ერთში. მოთმინებით დროულად მივიდეთ არჩევნებამდე და გავაკეთოთ სწორი არჩევნები. აი ამისთვის მოვდივართ მე და ჩემი გუნდი, რომ არჩევნებით შევცვალოთ ეს გაუსაძლისი სიტუაცია, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ სამართლიანობის გრძნობა. თავისუფალი მედიის გარეშე ვერ მოხდება დემოკრატია, რასაც გვირდება სააკაშვილი და კიდევ სხვა რაღაცებს დევს. ერთი ძალიან ბევრი ის არის და იქნებ ერთი რამდენი ქართული არხები და ისინი იქნებ ერთი უცხოურ არხს მივცეთ, არ ვიცი სად არის, ან France Press-ი, ან BBC. ვინ არის? მე გინდა მეურჩი. არა. Аге, адгаиса, да. Темур Кигурадзе, первый информационный кавказский канал, мы русскоязычное телевидение. А вот он объединил... Можно по-русски? По-русски можно, но надо переводить. Картулат ხო არხი გადასცემს ამას და საქართველოს მოსახლეობა უსმენს. Тажимали ხალხს. შეგიძლიათ ქართულად? რა თქმა უნდა. თუ თქვენ მიგასწრებთ რუსულად. არა, მე არ გასწრებ რუსულად. მე გასწრებ ქართულად. ბატონო ბიძინამ ეგეთი კითხვა მექნება, როგორც ბიზნესმენთან შესაძლოა თუ არა რუსეთთან, ასე ვთქვათ, ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, ასე ვთქვათ, канониери честные экономические отношения და რას ფიქრობთ თქვენ პირადად მიხეილ ხოდორკოვსკის საქმეზე ამასთან დაკავშირებით? მოგახსენებთ. ძალიან კარგი შეკითხვა, მადლობა. მე შეკითხვა მაძლევს საშუალებას გავიხსენო ომამდელი პერიოდი რუსეთის საქართველოს დამოკიდებულების, სანამ აგვისტოს მოვლენები მოხდებოდა. სააკაშვილმა რა თქმა უნდა რუსული ბაზარი არის უახესად საინტერესო. მთელი მსოფლიო იხსვის დღეს რუსული ბაზრისკენ. სააკაშვილმა საოცრად მოახერხა მისი აბსოლუტურად არადეკვატური, გაუაზრებელი, არადიპლომატიური განცხადებებით წყობილებიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად მიიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მარტო ყველა რუსულ ბაზარზე ვითარდება და ისრაფის ევროპას და ამერიკას და საქართველოსთვის დაიკეტა მთლიანად რუსული ბაზარი. და ეს მოხდა არც ომამდე მოხდა ეს და კარგად მინდათ რომ დააფიქსიროთ. რა დაკარგა საქართველოს და საქართველოს მოსახლეობამ მისი არადიპლომატიური განცხადებების შედეგად. რა თქმა უნდა, რუსეთთან ახერხებენ გაცილებით ჩვენზე მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები ეკონომიკურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოახერხოთ ჩვენ. რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისათვის. რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ და აღვადგინოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.